საფრანგეთის მაგალითი ავიღოთ. საფრანგეთში უცხოელი ვერ ჩაატარებს, ეს კი არა, ერთი რეგიონიდან, ხო, თქვათ სამხრეთის რაღაც პროვინციიდან არის გიდი, ის ვერ ჩაატარებს პარიზში, ფრანგი. პარიზელი გიდი უნდა იყოს, იმდენად მკაცრად არის ეს ადგილობრივებშიც და უცხოელმა რო ჩაატაროს, აუცილებლად უნდა კონდეს საბუთი, რომ ნამდვილად იქაური საბუთი თან საფრანგეთის. რა თქმა უნდა, ინას უნდა ფლობდეს და აი რომ უფლება აქვს რომ ჩაატაროს ფრანგულად საფრანგეთში ქართველებისთვის ვთქვათ ტური, ხო? და ძირითადად ეს არის ხოლმე, ნუ ხა იქ მაგალითად სერტიფიკატი არის. ანუ სერტიფიცირებული უნდა იყოს. ზოგადად სერტიფიკატი სავალდებულო არ არის. არ არსებობს სერტიფიკატი, რომ იყოს სავალდებულო, მაგრამ ნუ ახლა თუ შენ ტურისტი თუ ხარ გიდების ასოციაციის წევრი, უბრალოდ საბუთი მაინც გაქვს, რომ ხარ ამ ასოციაციასთან კავშირში და ის გაძლევს ამის პრეროგატივას, რომ ჩაატარო და თუ სერტიფიცირებული ხარ, ესე იგი ძალიან მაგარი პროფესიონალი გიდი ხარ. და ჩვენთანაც ამას ეს მოთხოვნა გვაქვს ზუსტად ასოციაციის მთავრებისგან, რომ ეს სერტიფიცირება გახდეს ძალიან ისეთი საინტერესო გიდისთვის, რომ დაინტერესდეს, ჩვენ თვითონ ვატარებთ სერტიფიცირებას და ნუ ველოდებით, რომ აი ეს გამოგვივა ისე, რომ მთავრობამ აღიაროს ჩვენი სერტიფიცირება.